ხვიჩა კვარაცხელიად ფსიის ახალი გული ის პარიზში ჩუმად ჩავიდა. უშეერთებელი განცხადებებისა და ხმაურის გარეშე. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში პარკ დე პრენსზე მისი სახელი გახდა სიმბოლო. ახალი ეპოქის სიმბოლო. საფრანგეთის პრესა, მკაცრი და ხშირად უმოწყალო, ერთხმად აღფრთოვანებულია. უაღრესად სასარგებლო თავდაცვაში, წერს ფუტ მერკატო. ის არ არის მხოლოდ შემტევი. ის მთლიანად გუნდისთვის თამაშობს. პრესინგი, დაბრუნება გარჯა. და რაც მთავარია, ჩუმად. გარეგნული ეფექტის გარეშე. პოზის გარეშე. ლუის ენრიკემ მისცა მას თავისუფლება და დისციპლინა. ხვიჩა კი არ ეწინააღმდეგება, არამედ აკეთებს. პარიზის სენ-ჟერმენის ტაქტიკა შეიცვალა. ეს აღარ არის მხოლოდ ვარსკვლავების გუნდი. ეს არის კოლექტივი. და ამ კოლექტივის გული გახდა კვარაცხელია. საფრანგეთის წამყვანი გამოცემები ხაზს უსვამენ, მისი დუეტი ნუნო მენდეშთან იდეალურად მუშაობს. ის გახდა ის მოთამაშე, ვინც ფსს აკლდა გამარჯვებისთვის საჭირო ხასიათით. ლეკიპი მას უკვე უწოდებს ფსის გარდაქმნის სახე. მაგრამ ხვიჩა მარტო მორბენალი არ არის. ის წვეთს მატჩებს. ოსერთან გადამწყვეტ შეხვედრაში მისმა დუბლმა ყველაფერი გადაწყვიტა. ფსში მოიგო და მოიგო ლამაზად. 2 დარტყმა. 2 ზუსტი მომენტი. და არც ერთი ჟესტი კამერისკენ. პრესკონფერენციაზე მხოლოდ თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ პარიზში. არანაირი სინანული არ მაქვს. ვურძნობ, რომ დიდ ისტორიის ნაწილად ვიქეცი, ნაპოლის გულშემატკივრები ცრემლებით აცილებდნენ. ანტონიო კონტემ აღიარა, მის გარეშე გუნდს თავიდან უნდა ავაწყოთ. იტალიელი ფანებისთვის ეს იყო მტკივნეული. მაგრამ ფეხბურთი წინ მიდის. და ხვიჩა ახლა ახალი ამბავის ნაწილია. ამბავის, რომელსაც ქმნის ყოველ შეხებით, ყოველ რბენით, ყოველ გამოხედვით, პარტნიორისკენ და არა კამერისკენ. ის არ გახდა მეორე მბაპე. ის გახდა საკუთარი თავი. და ეს აღმოჩნდა საკმარისი, რომ დაეპყრო საფრანგეთი.